წარმოიდგინეთ ასეთი სცენარი. მსოფლიოში ერთდროულად რამდენიმე დიდი კონფლიქტი იწყება. საერთაშორისო დაძაბულობა იზრდება. საუბარი უკვე არა მხოლოდ რეგიონალურ ომებზე, არამედ გლობალურ დაპირისპირებაზე მიდის. კითხვა, რომელიც ბევრს უჩნდება, არის ძალიან მარტივი. არსებობს თუ არა ადგილი დედამიწაზე, რომელიც ასეთ სიტუაციაში შედარებით უსაფრთხო იქნება? რა თქმა უნდა, აბსოლუტურად უსაფრთხო ადგილი არ არსებობს, მაგრამ ექსპერტები ხშირად საუბრობენ ქვეყნებზე, რომლებიც გეოგრაფიულად იზოლირებულია, სამხედრო კონფლიქტებში იშვიათად მონაწილეობენ ან აქვთ ძლიერი ბუნებრივი დაცვა. ამ ვიდეოში გადავხედავთ 20 ქვეყანას, რომლებიც ხშირად მოიხსენიება როგორც პოტენციური უსაფრთხო ადგილები მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში. იქამდე კი სანამ უშუალოდ ამის მოყოლას დავიწყებ, მხარი დაუჭირეთ არხს, დალაიქეთ ვიდეო და ყურების დასრულების შემდეგ თქვენი აზრიც დააფიქსირეთ, რადგან ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებთ ფაქტომაც და დიახ, მოდი ახლა ვისაუბროთ ძალიან საინტერესო ფაქტებით. პირველი, შვეიცარია. როდესაც საუბარია იმაზე, თუ რომელი ქვეყნები შეიძლება იყოს შედარებით უსაფრთხო გლობალური კონფლიქტის დროს, ერთ-ერთი ყველაზე ხშირად დასახელებული ქვეყანა არის შვეიცარია. ამის მთავარი მიზეზი არის ქვეყნის ისტორიული ნეიტრალიტეტი. შვეიცარია უკვე საუკუნეების განმავლობაში ცდილობს არ ჩაერთოს საერთაშორისო სამხედრო კონფლიქტებში და სწორედ ამიტომ ხშირად ითვლება მშვიდობიან და სტაბილურ სახელმწიფოდ. ქვეყნის გეოგრაფიას მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ალპების მთები ბუნებრივ ბარიერს ქმნის და ისტორიულად სამხედრო შეჭრას ყოველთვის ართულებდა. გარდა ამისა, შვეიცარიაში არსებობს ფართო ბომსაფარების სისტემა, რომლებიც კრიზისის დროს მოსახლეობის დაცვისთვის არის შექმნილი. სწორედ ამ ფაქტორების გამო შვეიცარია ხშირად მოიხსენიება როგორც ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა შესაძლო გლობალური კრიზისის დროს. მეორე, ისლანდია. ისლანდიის გეოგრაფიული იზოლაცია ქმნის ბუნებრივ თავდაცვის ფენას. ქვეყანა მდებარეობს ჩრდილო-ატლანტიკურ ოკეანეში, საკმაოდ შორს მთავარი საერთაშორისო სამხედრო რეგიონებისგან, რაც მას მანევრის თავისუფლებას აძლევს. იზოლირებული მდებარეობა უზრუნველყოფს, რომ ისლანდიაზე გლობალური სამხედრო დაპირისპირებები ან კონფლიქტები პირდაპირ გავლენას ნაკლებად ახდენს. სწორედ ამიტომ იგი შედარებით დაცულ გარემოს ინარჩუნებს. ისლანდიას ასევე აქვს ძალიან მცირე მოსახლეობა და არ ჰყავს დიდი სამხედრო ძალა, რაც მას ნაკლებად მნიშვნელოვან სტრატეგიულ სამიზნედ აქცევს. იზოლაციის, სტაბილური საზოგადოების და რესურსების გამო ისლანდია ამ მხრივ შედარებით უსაფრთხო ქვეყნად ითვლება. მესამე, ირლანდია. ირლანდია კიდევ ერთი ქვეყანაა ამ სიაში და ერთ-ერთი მთავარი მიზეზი მისი სამხედრო ნეიტრალიტეტია. ქვეყანა ისტორიულად ცდილობს არ ჩაერთოს დიდ სამხედრო ალიანსებსა და კონფლიქტებში. გარდა ამისა, ირლანდია მდებარეობს კუნძულზე, რაც გარკვეულ გეოგრაფიულ დაცვას ქმნის. იგი ასევე ცნობილია თავისი სტაბილური ეკონომიკითა და განვითარებული ინფრასტრუქტურით. ბოლო ათწლეულებში ირლანდია გადაიქცა ერთ-ერთ სწრაფად განვითარებად ეკონომიკად ევროპაში, სადაც მრავალი საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანია ოპერირებს. ამან ქვეყანას ძლიერი ეკონომიკური საფუძველი მისცა. ამ ფაქტორების გამო ბევრის აზრით, ირლანდია ნაკლებად სავარაუდო სამიზნეა გლობალური დაპირისპირების დროს. მეოთხე, პორტუგალია. პორტუგალია ევროპის დასავლეთ კიდეში მდებარე ქვეყანაა, რაც მას გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობას აძლევს. გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში იგი შედარებით შორს იქნება ევროპის ცენტრალური სამხედრო რეგიონებისგან. ქვეყანა ასევე ცნობილია პოლიტიკური სტაბილურობითა და მშვიდობიანი გარემოთი. მისი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გრძელი სანაპირო ატლანტიკის ოკეანეზე. ისტორიულად პორტუგალია ერთ-ერთი უდიდესი საზღვაო სახელმწიფოც იყო. სწორედ აქედან იწყებოდა მრავალი დიდი საზღვაო ექსპედიცია. დღესაც კი ქვეყანას აქვს მნიშვნელოვანი საზღვაო ინფრასტრუქტურა და ღია კავშირი ატლანტიკურ რეგიონთან. მეხუთე, ფინეთი. ფინეთი ცნობილია ძლიერი საზოგადოებით და კარგად ორგანიზებული თავდაცვის სისტემით. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში მდებარეობს და ისტორიულად რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში იმყოფება, მან შეძლო ძალიან ძლიერი საზოგადოებრივი მზადყოფნის სისტემის შექმნა. ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფაქტი არის ის, რომ ფინეთს აქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული სამოქალაქო თავშესაფარების ქსელი. ბევრ ქალაქში, განსაკუთრებით დედაქალაქ ჰელსინკში, არსებობს დიდი მიწისქვეშა თავშესაფრები, რომლებიც კრიზისის შემთხვევაში მოსახლეობის დასაცავად არის შექმნილი. ზოგი მათგანი მშვიდობიან პერიოდში სპორტულ დარბაზებად ან ავტოსადგომებათაც კი გამოიყენება. ფინეთი ასევე გამოირჩევა სოციალური სტაბილურობით, ძლიერი ინფრასტრუქტურით და მაღალი ცხოვრების დონით. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია მოსახლეობის მომზადება საგანგებო სიტუაციებისთვის. ფინეთში დიდი ყურადღება ექცევა სამოქალაქო თავდაცვის პროგრამებს და კრიზისების მართვას. მეექვსე, ბუტანი.
ბუტანი პატარა ჰიმალაური სამეფოა, რომელიც ცნობილია თავისი იზოლაციით და უნიკალური განვითარების მოდელით. ქვეყანა მდებარეობს ჰიმალაის მაღალ მთებში, რაც ბუნებრივ ბარიერს ქმნის და მას გარკვეულ გეოგრაფიულ დაცვასაც აძლევს. რთული მთიანი რელიეფი ისტორიულად ართულებდა დიდ სამხედრო გადაადგილებებს ამ რეგიონში. ბუტანი ასევე ცნობილია იმითაც, რომ მკაცრად აკონტროლებს ტურიზმს და ცდილობს შეინარჩუნოს დაბალი გარეგავლენა საკუთარ კულტურასა და გარემოზე. მისი მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკა და შედარებით მცირე საერთაშორისო ჩართულობა ხშირად იწვევს იმას, რომ ბუტანი ნაკლებად სავარაუდო სამიზნედ ითვლება გლობალური კონფლიქტის შემთხვევაში. მეშვიდე მონღოლეთი. მონღოლეთი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოსახლეობის სიმჭიდროვის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში. უზარმაზარი სტეპები, მთები და დიდი მანძილები ნიშნავს, რომ ქვეყნის დიდი ნაწილი თითქმის დაუსახლებელია. სწორედ ეს გეოგრაფიული ფაქტორი ხშირად განიხილება როგორც მნიშვნელოვანი უპირატესობა, რადგან ასეთ პირობებში დიდი სამხედრო ოპერაციების განხორციელება ბევრად რთულია. ქვეყანა მდებარეობს ორ დიდ სახელმწიფოს შორის, რუსეთსა და ჩინეთს. თუმცა მონღოლეთი ცდილობს შეინარჩუნოს ბალანსი საერთაშორისო პოლიტიკაში და არ ჩაერთოს დიდ სამხედრო დაპირისპირებებში. მერვე, ინდონეზია. ინდონეზია მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი არქიპელაგიური ქვეყანაა. იგი შედგება ათასობით კუნძულისგან, რომლებიც დიდ ტერიტორიაზეა გადაჭიმული, წყნარ და ინდოეთის ოკეანეებს შორის. ასეთი გეოგრაფიული სტრუქტურა ქვეყანას განსაკუთრებულად უნიკალურს ხდის. როდესაც სახელმწიფო ასე მრავალ კუნძულზეა გადანაწილებული, ქვეყნის ყველა რეგიონზე ერთდროულად სრული კონტროლი ან სამხედრო ოპერაციის განხორციელება ბევრად უფრო რთული ხდება. ქვეყანა უფრო მეტად კონცენტრირებულია ეკონომიკურ განვითარებაზე და რეგიონალურ თანამშრომლობაზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. გარდა ამისა, ინდონეზიას აქვს მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები და დიდი ტერიტორია, რაც მას მდგრად ქვეყანად აქცევს. მეცხრე, ავსტრალია. ავსტრალია ფაქტობრივად მთელი კონტინენტია და მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ რეგიონად ითვლება. მისი გეოგრაფიული მდებარეობა ნიშნავს, რომ ქვეყანა საკმაოდ შორს არის ბევრი გლობალური კონფლიქტის მთავარი ეპიცენტრისგან, რაც გარკვეულ სტრატეგიულ უპირატესობას ქმნის. ასევე მნიშვნელოვანია ავსტრალიის დიდი ტერიტორია და შედარებით დაბალი მოსახლეობის სიმჭიდროვე. მეათე, ახალი ზელანდია. ახალი ზელანდია ხშირად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე იზოლირებულ და მშვიდობიან ქვეყნად მსოფლიოში. ქვეყანა მდებარეობს სამხრეთ წყნარ ოკეანეში, რაც მას საკმაოდ შორს აყენებს მსოფლიოს იმ რეგიონებისგან, სადაც სამხედრო დაპირისპირებები უფრო ხშირად ხდება. მისი გეოგრაფიული იზოლაცია ხშირად განიხილება როგორც ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ქვეყანას გარკვეულ უსაფრთხოებას აძლევს. მე-11, ურუგვაი. ურუგვაი სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური და მშვიდობიანი ქვეყანაა. იგი ცნობილია ძლიერი დემოკრატიული სისტემით და შედარებით დაბალი სამხედრო აქტიურობით საერთაშორისო პოლიტიკაში, რაც ხშირად ამცირებს მის ჩართულობას დიდ კონფლიქტებში. ქვეყანა ტერიტორიულად დიდი არ არის, თუმცა აქვს განვითარებული სოფლის მეურნეობა და საკვების წარმოება. ეს ფაქტორი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კრიზისების დროს, რადგან საკვების თვით უზრუნველყოფა ქვეყნის მდგრადობას ზრდის. მე-12, ჩილე. ჩილე სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური გეოგრაფიის მქონე ქვეყანაა. იგი ვიწრო და ძალიან გრძელ ტერიტორიაზეა გადაჭიმული. სხვათა შორის, ამის შესახებ ჩემს წინა ვლოგშიც მაქვს მოყოლილი, შეგიძლიათ უყუროთ. ერთ მხარეს მთები, ხოლო მეორე მხარეს წყნარი ოკეანე. ეს ბუნებრივი ბარიერები ქვეყანას გარკვეულ გეოგრაფიულ დაცვას აძლევს. ჩილე ასევე ცნობილია შედარებით სტაბილური ეკონომიკით და განვითარებული ინფრასტრუქტურით სამხრეთ ამერიკის რეგიონში. გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნებრივი ბარიერები და ეკონომიკური სტაბილურობა ხშირად იწვევს იმას, რომ ჩილე განიხილება როგორც ქვეყანა, რომელსაც შეუძლია შედარებით სტაბილურად გაუძლოს გლობალურ კრიზისებს. მე-13, არგენტინა. არგენტინა სამხრეთ ამერიკის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს და რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა. მას გააჩნია სასოფლო-სამეურნეო მიწები, მდიდარი წყლის რესურსები და სხვა ბუნებრივი სიმდიდრეები, რაც კრიზისების დროს მნიშვნელოვან უპირატესობას იძლევა. ქვეყანა მდებარეობს მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ეპიცენტრებზე შედარებით შორს, რაც გეოგრაფიული უსაფრთხოების დამატებითი ფაქტორია. მე-14, პარაგვაი. პარაგვაი სამხრეთ ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად ცნობადი ქვეყანაა გლობალური პოლიტიკის ასპარეზზე. მას აქვს შედარებით მშვიდი პოლიტიკურ-სოციალური გარემო, რაც სტაბილურობას მატებს ქვეყნის შიგნით. პარაგვაი ასევე გამოირჩევა სოფლის მეურნეობის განვითარებით და ენერგეტიკული რესურსებით.
განსაკუთრებით ჰიდროენერგიის სფეროში, რაც კრიზისების დროს მნიშვნელოვანი უპირატესობაა. მისი დაბალი გლობალური სტრატეგიული მნიშვნელობა და მშვიდი საგარეო პოლიტიკა ხშირად იწვევს იმას, რომ ქვეყანა ნაკლებად სავარაუდო სამიზნედ ითვლება გლობალური სამხედრო დაპირისპირებების პირობებში. მე-15 ბოტსვანა. ბოტსვანა აფრიკის ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და მშვიდობიან ქვეყნად ითვლება. ქვეყანა გამორჩეულია პოლიტიკური სტაბილურობით, ეკონომიკური ზრდით და დაბალი კორუფციის დონით, რაც მას რეგიონში უნიკალურს ხდის. ბოტსვანას აქვს დიდი ტერიტორია და შედარებით დაბალი მოსახლეობის სიმჭიდროვე, რაც ქვეყნის მართვას კრიზისის დროს ართულებს, თუმცა ამავე დროს უსაფრთხოებას ზრდის, რადგან ფართო სივრცეების სამხედრო ოპერაციებისთვის რთულად ხელმისაწვდომია. ქვეყანას აქვს ასევე მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსები, განსაკუთრებით ალმასები, რომლებიც ეკონომიკური დამოუკიდებლობისა და მდგრადობის მნიშვნელოვან ფაქტორად ითვლება. მე-16 ნამიბია. ნამიბია ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მოსახლეობის სიმჭიდროვის მქონე ქვეყანაა მსოფლიოში. ქვეყნის დიდი ნაწილი დაფარულია უდაბნოებით, მათ შორის ყველაზე ცნობილი ნამიბიის უდაბნო. ეს გეოგრაფიული ფაქტორი იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის დიდი ტერიტორია პრაქტიკულად დაუსახლებელია, რაც სამხედრო ოპერაციებისთვის ნაკლებად ხელსაყრელია. ნამიბია ასევე ცნობილია პოლიტიკური სტაბილურობით და მშვიდობიანი გარემოთი აფრიკის რეგიონში. მოსახლეობის რაოდენობა, ფართო სივრცეები და შედარებით მცირე საერთაშორისო ჩართულობა ხშირად განიხილება როგორც ფაქტორები, რომლებიც ნამიბიას გარკვეულ უსაფრთხოებას ანიჭებს გლობალური კრიზისის პერიოდში. მე-17 მავრიკი. მავრიკი პატარა კუნძული ინდოეთის ოკეანეში, რომელიც გამოირჩევა იზოლაციით და მშვიდობიანი ცხოვრების სტილით. სახელმწიფო დიდ ყურადღებას უთმობს საზოგადოებრივ სტაბილურობას, ინფრასტრუქტურას და უსაფრთხო გარემოს, რაც კრიზისების დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ამ თვისებების გამო მავრიკი ხშირად მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე შედარებით უსაფრთხო ქვეყნად რეგიონში. მე-18 კანადა. კანადა მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა ტერიტორიის სიდიდით. მას აქვს უზარმაზარი ბუნებრივი რესურსები, მდიდარი წყლის მარაგები და ფართო სასოფლო-სამეურნეო ტერიტორიები, რაც ქვეყნის ეკონომიკურ და სტრატეგიულ მდგომარეობას აძლიერებს. მისი დიდი ტერიტორია და ბუნებრივი რესურსები ხშირად განიხილება როგორც ფაქტორები, რომლებიც მას მდგრადობას და შედარებით უსაფრთხო გარემოს ანიჭებს გლობალური კრიზისების პირობებში. მე-19 კოსტა-რიკა. კოსტა-რიკა ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ქვეყანაა მსოფლიოში, რადგან მას საერთოდ არ ჰყავს მუდმივი არმია. ქვეყანამ 1948 წელს ოფიციალურად უარი თქვა სამხედრო ძალაზე. ეს გადაწყვეტილება საშუალებას აძლევს სახელმწიფოს რესურსები მიმართოს განათლებაზე, გარემოს დაცვაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე. კოსტა-რიკა ცნობილია თავისი მშვიდობიანი პოლიტიკით, სტაბილური დემოკრატიული სისტემით და მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით. მე-20 ფიჯი. ფიჯის მთავარი უპირატესობა გეოგრაფიული იზოლაციაა. ქვეყანა შორს არის მსოფლიოს მთავარი სამხედრო რეგიონებისგან და შედგება მრავალი კუნძულისგან, რაც ბუნებრივად უზრუნველყოფს გარკვეულ დაცვას. ფიჯი ძირითადად დამოკიდებულია ტურიზმზე და ბუნებრივ რესურსებზე, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ხელს უწყობს. და ბოლოს, თანამედროვე სამყაროში სრულიად უსაფრთხო ადგილი თითქმის არ არსებობს. თუ გლობალური კონფლიქტი დაიწყება, გავლენა შეიძლება ჰქონდეს ეკონომიკაზე, ენერგიაზე, საკვებზე, ინტერნეტზე და მთლიან მსოფლიო სისტემაზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მესამე მსოფლიო ომის შემთხვევაში მთავარი კითხვა აღარ იქნება, სად არის უსაფრთხო ადგილი. არამედ ისმის კითხვა, როგორ შეძლებს ადამიანი ადაპტაციას ახალ რეალობაში. მე გიორგი ვარ, თქვენ უყურებდით ფაქტომატს. მოიწონეთ ვიდეო, თუ მოგეწონათ რა თქმა უნდა, გამომიწერეთ და დააკომენტარეთ, რომელ ქვეყანაში შეაფარებდით თავს კრიზისის დადგომის შემთხვევაში. იდეაში არ დადგება, მაგრამ მაინც. აბა დროებით.